როგორც ყოველთვის ხელო, ცოტა უნდა ვიყირო, იმიტომ რომ მას ვერ გაიგებ. აი, აუზის კომპლექსის საფილტრაციო. ჯერესეთ ეს სიამოვნო, სხვა ადამიანს ჩამოდიხარ, სისუფთავე, გაკრეალებული, ყველაფერი ლამაზად დალაგებული. ეს ადამიანად მოგემსახურება, ხო როგორც გენ, აი ყველას ხო, ვითომ არაფერი ხო, წვიმარია, მაგრამ ნახეთ, ლამაზად დალაგებული. ყველაფერი ფილტრის აგერ დაგეგმარება, ყველაფერი სადრაა და არა ჯერ ვაწვევით და მე რო ფიქრობ. ყველაფერი ესე უნდა იყოს, აი გასუფთავებული, მერწმუნები. მე ეს დამოსული საფილტრაციო აუზის კომპლექსზე მოგემსახურება ჯანსაღად. ეს ნაჩვენები ქონდა 3 კონტური დგვა, ესე იგი 3 საფილტრაციო, წინ არის რაღაც 550-600 ტონა, ხო, აუზი, ემოციის ჩვენები, თავისი გათბობის კონტურები, აი ბატონებო, ხო, უკვე ველოდება წყლის ტემპერატურა არის 6.5 გრადუსი. ხო, ფილტრები თანმიმდევრულად უნდა ემუშაოს ამ კასკადში. ამას ახორციელებს არსებული გამანაწილებელი, ეგრეთ წოდებული დაფა, ფარეხი, როგორც გინდათ, ისე დაარქვით, ხო, შით, მე შით უძახი, კი ბატონო, ვინაიდან ის ახორციელებს ავტომატიზაციას. თანმიმდევრულად უნდა ემუშაოს, ხო, 2+1 თანმიმდევრულად. ნუ გამორიცხო ყველას გაი ავტომატიზაციასაა, მაგრამ ეს არაფერი პრობლემას არ წარმოადგენს. ყველაფერი ხორციელდება ხელით. ხელის манипуляციებით, ეს ეჯერო გააკეთოთ, უკვე ხო დამახსოვრებული ზღვას, მაგრამ არსებულ საფილტრაციოს მომსახურე ჭირდება, კი ბატონო, მაგრამ არსებული კომპლექსის პატივსაცემი რამაზე ამას უკვე ახორციელებს როგორც ოჯორი 4, ხო, ვინაიდან არაფერი არა რაღაცა სასაული, ყოველთვის მაჩვენებელი, სკიმერი, ტრაპი, რაც მოდის წყალი. შემდეგ ფილტრაცია უნდა გაიაროს, დაატრიალოს უკან, გავაწყოთ, ან უბრალოდ ვატრიალოთ. ხო, რატომაც არა, თუ ვაღებთ ამას. ხსნით უბრალოდ და კეთავთ ამ არსებულ უკვე კონტურის უკვე პრინციპში ვინტირებს, უკვე მიდის პირდაპირ, ხო, გათბობის გარეშე. ესეც გვჭირდება ხოლმე ხალხო, ხო, მithumedes არსებულ პრობლემში არის გესასწაულები, ქორწილი და ასე შემდეგ, ხო, ყოველს არ ჭირდება წყალი გავაწყოთ, მაგრამ წყალმა ყოველს უნდა იტრიალოს. ფილტრაცია უნდა გაიაროს და მაგით. აი აქაც გვექნება საომარო ბიმედურობ პრინციპში და აი აქედან ესენი სამოვარდებოები, ხო, რამდენი ქიმიის გამოყენების ალბათ აუცილებლობა არის, ალბათობასაა, აუცილებლობაა. ამასობაში გვექნება უკვე 3 კონტურში, ხო? 3 მოცულობაში. ხო, ამ ხელა მოცულობისა ცოტა ხარჯიანია, ამიტომ ინდივიდუალურად 3 კონტურისთვის გვექნება ეგრეთ წოდებული კოგენერაცია. კოგენერაცია ქვია, მიიღეთ ზღვის წყალი აუში. ხო? აი მშვენივრად, ხო? ყველაფერი ჩაკოპწიალებული. აი სიამოვნებს ხომ აი ეს რომ შემოდიხარ და ნახეთ, ხო? სისუფთავე ლამაზად კიდევ ვიზახით დალაგებული, ხო? ხო, ეს აერპომპები, ხო, ეგრეთ წოდებული გამაჯანსაღებელი მიმართულებას. რატომაც არა, ეს აქტუალური არის და ეს უკვე ჩვენი რეზიდენცია გვახსოვს, ხო? აი ეს არსებული საკვების აქაა ზემოთ. და საკვებიდან აი ეს კონტურები ჩამოდის უკვე, ეს უკვე გათბობის კონტური არის. აქა საომაროდ იქნება ჰელიო. აი, ხო, ეხლა წარმოიდგინეთ, მაისი არის, ამ შემთხვევაში უკვე გვექნებოდა 25, 26, 27 გრადუსი. ნერწმუნეთ ეს ასე იქნებოდა. ხო? გათბობის ჩართვის გარეშე. წარმოიდგინეთ, ხო? 600 ტონა აუზი, ხო? ეს რაღაც პირობითად თვეში თქვენ ნაზირვაგებსა. არის კი, მერწმუნეთ 2000, 2500, 3000 არამედ მხოლოდ გათბობაში უნდა გადავიხადო. ეს არის სწორედ ინვესტიცია, ხო? პატივსაცემი რამაზე შეცდომის მეხომე და გაიმასწორე ეს აუცილებელი იქნება და ამასობაში კიდე საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ ეს ნამდვილად აქტუალური არის, ხო? რატომაც არა. დიდი რესპექტია ესეთი სისუფთავისთვის, ხო? ჩვენ მნიშვნელოვანია ჩვენ შემოდიხარ სუფთად, გადიხარ სუფთად, ხალისიანად. ამიტომ ემსახურება ჯანსაღად კიდევ ჯერ ვიზახი არსებულ საფილტრაციო, არსებულ სასტუმრო, ხო? კომპლექსზე დასკვია ემოცია, აგერ ბატონო, აუ ფასო რეკლამას როგორც ყოველთვისაა კიდევ. კეთილი და პატივისცემა როგორც ყოველთვის, მომავალ შეხვედრამდე.